თუ არა საქართველოში სიღარიბე. არა, იზრდება ხა. და როგორ მდიდრდებიან თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? ანაში იზრდება თუ არა სიღარიბე და რა არის ამის გამო? იზრდება. რა არის და ეს მთავრობა? და გამოსავალს რაში ხედავთ? რაში ხედავ და ევროპას. არა სიღარიბე. არა მე პირიქით გქონია. სიღარიბე არ იზრდება. ძალიან შრომელ ადამიანებს უმართლებს და მდიდრებიან და ცოტა ზარმაცები ყარიბდებიან. თქვენ ირგვლივ როგორ ცხოვრობენ ადამიანები? თქვენ როგორ შეაფასებთ სოციალურ მდგომარეობას თქვენი ირგვლივ? ჩემი ირგვლივ ადამიანები სოფელში თითქმის აღარავინა. წავიდნენ ქვეყნიდან. და თქვენი აზრით რა არის იმის მიზეზი, რომ ქვეყნიდან წავიდნენ? ალბათ რა არის? ისა რომ ჩემსავით ყველა ალბათ ვერ მანევრირებს. ფიქრობთ რომ შემოსავლის მისაღებად წავიდნენ? აბარა ასე ფიქრობ. დღევანდელ ცხოვრებაში სახელმწიფო ვერაფერ პირობას ვერ შეგიძლიათ. პირობებს ქმნის თვითონ პიროვნება და ადამიანი. ამიტომ დღეს ბიზნესი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია. უნდა შეიქმნას ბიზნესის დიდი განვითარების კუთხე, რომ თითოეულმა ბიზნესმენმა დაასახმოს ეს ადამიანი, თუ რა სახელმწიფო ვერაფერს ვერ ასახებს. სახელმწიფო არის უკვე ზედა მხარე, რომელსაც ინახავს ბიზნესი და რომელსაც ინახავს თითოეული ჩვენთაგანი ადამიანი. იზრდება თუ არა სიღარიბე საქართველოში? კი, იზრდება. და თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი? უფულობა, შვილო. მეტი რა იქნება? უფულობა. და როგორ უნდა შევცვალოთ ეს მდგომარეობა? მთავრობა შეუწყოთ ამ ღარიბ ხალხს ხელი. დამენარად დაეხმარო, რო უყურებთ ინტერნეტში და ტელეფონში ძალიან ცრემლები მომდის რა. ზოგს ისე ძალიან უჭირს ასწავლად. ძალიან თოდვები არიან ახალგაზრდები და ოჯახის წევრები ძალიან უპატრონო ბავშვები, რო ხედავ ნაგაზს უთიქებიან მეტირება. და როგორ თვითონ რაში უნდა გამოიხატებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა? რაც უფრო ხელს მოხედავენ ხალხს, ამ ღარიბ ხალხს მეტი უკეთესი იქნება. უნდა შეუწყონ ხელი, რა თქმა უნდა. სიღარიბე? ყველა ღარიბები არა, რა ვიცი. რა ვიცი. ესე არ ყოფნის პენსიონერი. მიდა 1000 ლარიანი პენსია. და ყველი ღირდეს 5 ლარი. არა არ გამოდის ასე, როგორი. ვიდება უფარს, კაითავრობა ყოს რო იცოდი შეიძლება. იმ ჩათლახებს და გოთვენებს, გვარამიები და ეგენი რო არიან ჩამოყალიბებული. იმეს ესენი ჯობია კიდე. არჩევანიც არ აქვს, იგი რო გავაკეთოთ. არჩევანი არ აქვს, რომ გავაკეთოთ ყაიში და გლახაში. კიდე ვირჩეთ მშვიდობას და სიცხადეს და რაღაცას. რა თქმა უნდა იზრდება სიღარიბე, რა არის? სამუშაო არ აქვს ხალხს და არაფერი არ აქვს. დღეს ახლა მე ხო მუშაობ, აგერ არა? მუშაობ, აგერ ნავაჭრი, არ ჩამოდით ნახეთ მაგ 40 ლარი. არა, ხალხი ფაქტიურად. უნდა დავკიდო, უნდა წავიდე სახლში. მიზეზი ისა რომ არა აქვს აქ სამუშაო საქართველოში და გადახვეწილები არიან ყველა. აი მაგალითად ჩემი და ეხლა ჩამოვიდა მეორე და გუშინ წავიდა. ნიტუ ესე სიღარიბე. გამოსავალს რაში ხედავთ? არ ვიცი, გამოსავალი რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი ეხლა მე. გამოსავალი იქნება კი რამე ჩვენი? მარი არა მაქვს იმედი არა. ერთ-ერთი მოქალაქე ჩავწერეთ და აი ეს ხალხის დადინება, სიღარიბე ნაციონალების ბრალია თქვენ. რა ნაციონალების ბრალი როგორაა ყველაფერი? მე არც ერთი პარტია მეხება, არც მეორე პარტია მეხება. ყველამ თავის საკეთებელი აკეთოს, მაგრამ ყველაფერი ნაციონალების ბრალი როგორაა? ყველა დამნაშავე აქვს. წასulis და მოსulis. ყველანი დამნაშავეა ხალხის წინი, ყველა ამდენი სიღარიბე, ამდენი უბედურება და ამდენი კი ყველაფერი მაგათი ბრალია. გინდ ნაციონალი, გინდ ოცნება. სულ ერთია ჩემთვის მაგარი. მე ვხედავ მდგომარეობას უბრალოდ და ვამბობ მდგომარეობიდან გამომდინარე. მე არც ერთი პარტიას არ ვეხები და არც ერთი პარტია არ მეკუთვნის. ბატონო, როგორ ფიქრობთ, აი ამდენი გადინება არის ადამიანების ქვეყნიდან. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს ქვეყანაში? სამუშაო ადგილები. უნდა იყოს ისე შექმნილი პირობები, რომ დაიმუშაონ და
არჩინონ ოჯახები ახლა 60 რამდენი წლის ახარ 71 წლის ქალი რო გადავარდნილი იქნება გუშინ ქალმა კიდევ ერთი წავიდა თავის ოპერაცია გაიკეთა იმ ხელა ურთულესაც წავიდა ესე იგი არა აქვს პირობები ზრდება და და თქვენი აზრით რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? რა ვიცი ყველა წასულია საზღვარგარეთ და იქედან სარგებლობენ რომ თავის შეინახონ მეც ვიყავი 7 წელი ემიგრაციაში და ისევ ვაპირებ წასვლას და რა არის მთავარი განმაპირობებელი რატომაც? რა ვიცი აბა სიდოხჭირე რა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში რომ აღარ მოხდეს ხალხის გადინება აი თქვენ აღარ მოგიწიოთ ქვეყნის დატოვება? რა ვიცი აბა სამსახურები ალბათ ხო 65 წლისა ვარ და სამსახური არა მეუღლეც დიაბეტიანი მყავს და არ ყოფს პენსია სიღარიბე იზრდება აბა რა ჯერ ესეთი ის წამალი რა არის წამალი 10 მილიგრამიანი 44 ლარი მივეც იზრდება აბა რა აბა ჩვენ პენსიონერებს რა მოგწეს 1 კილო ყველი всё მეტი არაფერი და თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალოს? არ ვიცი შვილო რა უნდა გაკეთდეს აი ეს თარობა რო ვერაფერს აკეთებს კი ხედავ მაგრამ ახალი ვინ მოვა არ ვიცი მე ვფიქრობ რომ იზრდება კი ეკონომიური მდგომარეობის გამო კი იზრდება და თქვენი აზრით რა არის გამომწვევი მიზეზი? სამუშაო ადგილები თუ იქნება სამუშაო ადგილები რა თქმა უნდა მეტად უფრო ხალხი უფრო მეც იშოვის და მეტი შემოსავალი იქნება სამუშაო ადგილი ყველაზე მეტად დავარი რომ მშვიდობა არის დავარი რომ მშვიდობა არის დანარჩენი ესე იგი მე 50 წლის სტაჟი მაქვს აქ ნამუშევარი საქართველოში ხო და უნდა ეშრომოს ყველა მოქალაქეები აღნიშნავენ რომ ქვეყანაში არ არის სამუშაო ადგილები და ადამიანებს უწევთ ქვეყნიდან გასვლა იმიტომ რომ ვისაც აქვს სამსახური ისინი ვერ ღებულობენ თავისი შრომის შესაბამის ანაზღაურებას რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო ჩვენი აზრით? იცით რა ეს უკვე თავიდან ახლა წამოვიდა ეს ახლა რომ გაუშვენ ესე იგი ხალხი ახლა სხვა ქვეყნებში თავის შესანახავად და ეს ახლა არ ვიცი ვერ გეტყვით საერთოდ ახლა მდგომარეობა კი საფიქრალი მაგრამ გამოსავალი თქვენ მშვიდობა ახსენეთ მინდა რომ ვკითხოთ მშვიდობა არის ის რომ არ გვაქვს ქვეყანაში ომი მაგრამ მშვიდობა არის ის რომ ქვეყნიდან ამდენი ადამიანი მიდის არა იცით რა კი ახლა რა თქმა უნდა ეს ახლა ძალიან ორყოფითი ეს მდგომარეობა ახლა ხალხი მიდიან ხო და რჩებიან ახლა ბევრი ძალიან ახლა საზღვარგარეთში ხო მაგრამ რა გამოსწორდა რა უნდა გამოსწორდეს მაგ მდგომარეობა არ ვიცი და ხო ხალხი სოფლიდან წავიდა სოფელი უკვე აღარ მუშაობს ფაქტიკურად მიტოვებულია სოფელი და ის არის მაგის გაჩვენება ხო ხალხია ხო ჩასულია ხალხი და სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? ნუ სახელმწიფო ახლა რა უნდა გნას ახლა უნდა რაღაცა ფიქროს ძალიან სერიოზულად ამ საქმეს ხო იმიტომ რომ ხალხი უნდა დასაქმდეს რაღაცა უნდა ამას ჭირდება ძალიან დიდი მუშაობა მე ძალიან ვცუხარ მაგალითად ძალიან ხო არ ვიცი ახლა მაინც ახლა მერჩევნია რომ ყველა დარჩეს აქ ქვეყანაში ახლა მე ასე ვფიქრობ და რაღაცა საქმე გააკეთონ ახლა ის რომ ცოდოა საქართველო რა